ერთდილას იღვიძებთ და იგებთ, რომ თქვენმა პროდუქტმა გამოიწვია ადამიანების სიკვდილი. გამარჯობა, მე ვარ მარიამი და დღეს წარმოგიდგენთ ბრიტანული უნივერსიტეტის პოდკასტს თემაზე კრიზისის მართვის ძირითადი პრინციპები. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ დიდი კომპანიის ხელმძღვანელი, ერთდილას იღვიძებთ და იგებთ, რომ თქვენმა პროდუქტმა გამოიწვია ადამიანების სიკვდილი. არ იცით ზუსტად რა მოხდა, არ იცით ზუსტად რა მასშტაბებზეა საუბარი, ერთადერთი რაც ზუსტად იცით არის ის, რომ თქვენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება განსაზღვროს არა მხოლოდ კომპანიის რეპუტაცია, არამედ ადამიანების სიცოცხლეც. კრიზისების 70%-ზე მეტი კომპანიისთვის არ არის თვითონ პრობლემა, არამედ ის თუ როგორ რეაგირებენ ამ კრიზისზე. ანუ კრიზისი ხშირად არ აზიანებს ბრენდს, არამედ ბრენდს ანადგურებს არასწორი მართვა. 1992 წელს ჩიკაგოში 7 ადამიანი გარდაიცვალა ტაილენოლის ექსტრა ძლიერი კაფსულების გამოყენების შედეგად. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ამერიკაში დაიწყო სრული პანიკა. ბაზრის წილი 37-დან 7%-მდე შემცირდა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, კომპანიას ემუქრებოდა სრული რეპუტაციური თუ ფინანსური კატასტროფა. Johnson & Johnson-ის ხელმძღვანელობამ იხელმძღვანელა ორგანიზაციის კრედოთი. კონკრეტულად ეს კრედო ეფუძნებოდა სამ ძირითად პრინციპს: პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა და პატივისცემა თანამშრომლების, მომხმარებლისა და ბოლოს აქციონერების წინაშე. კომპანიამ თავად მოითხოვა 21 მილიონი ბოთლის უკან გამოთხოვა, რომელიც დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების იყო. Johnson & Johnson-მა გაფრთხილება გაუგზავნა უკვლებლივ ყველა საავადმყოფოებს, დისტრიბუტორებს, მედიას, რომ არ მიეღოთ ტაილენოლი და მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა ხელისუფლებასთან, იმუშავეს FDA-სთან, FBI-სთან და პოლიციასთან. კომპანიის პრეზიდენტი ხშირად ხვდებოდა მედიას, ჰქონდა გამოსვლები, გამოჩნდა, რომ კონკრეტულმა მომხმარებელმა შეიძინა რამდენიმე შეფუთვა ტაილენოლის, დააზიანა ეს შეფუთვა, შეიყვანა ციანიდი და ისევ დააბრუნა დახზე გასაყიდად. მესამე ეტაპი, რაც Johnson & Johnson-ის ხელმძღვანელობამ გააკეთა, ეს იყო მომხმარებლების ნდობის აღდგენა. შეიმუშავა უსაფრთხო შეფუთვა, ბრენდინგი და კამპანია წამოიწყო ბაზარზე ფასტაკლებებით, კუპონებით, რეკლამებით, რაც ხაზს უსვამდა უსაფრთხოებას, ნდობას და ინოვაციას. 1 წლის განმავლობაში შედეგად ტაილენოლმა თითქმის მთლიანად დაიბრუნა ბაზრის წილი. გახდა Johnson & Johnson-ის გადაწყვეტილება გახდა კრიზისის მენეჯმენტის ეტალონი, მიღებული იქნა ფედერალური კანონი პროდუქციის დაზიანების შესახებ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ რომ ხაზი გაუსვათ, ეს ყველაფერი მოხდა მათი სწრაფი, სწორი, გამჭვირვალე და ეთიკური რეაგირებით კრიზისის მიმართ.